როგორი მნიშვნელოვანია აი ეს ღირებულება, ტოლერანტობა. აი თქვენ ისწავლეთ სამხრეთ აფრიკაში აპართეიდი რო იყო, გახსოვთ? როდესაც თეთრებმა მთლიანად მოიშორეს შავკანიანებს. რა ჩვენს საზოგადოებაში აი მდგომარეობას? აი რატო ხდება თქვენ როგორ ვფიქრობთ? დისკრიმინაციას და მე საშინო გაუგონებელობა. ეს არის ნახეთ ეს შავკანიანების დევნა. დღეს 16 ნოემბერს ქალაქ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, რომელსაც ესწრებოდნენ რუსთავის თითქმის ყველა სკოლა. ეს დღე იმით არის გამორჩეული, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტები, ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტები ყველა ადამიანის მიმართ, შემწყნარებლები უნდა ვიყოთ ასევე და ეს გამოირჩეოდა იმით, რომ თითოეულმა ადამიანმა შეიტყო იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტობა. ვიყურეთ ფილმს, რომელიც იყო ტოლერანტობაზე, საკმაოდ შემეცნებით და სასიამოვნო და ამ ფილმმა უფრო გაგვიმყარა იმის განცდა, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტები. დღეს არის ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. აი ამ დღესასწაულს, ეს არის გაეროს დღესასწაული, რომელსაც კურირებს მთელ მსოფლიოში იუნესკო, გაეროს კულტურის და განათლების ორგანიზაცია. დღეს ჩვენ ხვდებით მოსწავლეებს რუსთავის სკოლებიდან და მათ უყვებით კიდევ ერთხელ ხო რა არის ტოლერანტობა, რა არის ძალადობა, რა არის შეუწყნარებლობა და როგორ შეიძლება ტოლერანტული გარემოს შექმნა. ძალიან ჩართულები, აქტიურები არიან, ბევრ რამე იციან, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო კარგად დაანახო მათ გარშემო რა პრობლემებია, სადაც თვითონაც შეუძლიათ რომ ჩაერთონ და პოზიტიური როლი შეასრულონ.